ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ინფექციური ტრანსმისიული დაავადება დინგე დაფიქსირდა. როგორც მასმედიის საშუალებები იუწყებიან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით ინდოეთის 4 მოქალაქეა მოთავსებული. ამ ინფორმაციამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია და გარკვეული კითხვებიც გააჩინა საზოგადოებაში. რა ხდება სინამდვილეში? რამდენად გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან და რამდენად რეალურია დინგეს ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე? ერთი რამ შეგვიძლია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით საერთოდ თქვათ და ალბათ უნდა იყოს აღნიშნული, რომ დინგეს იმპორტირებული შემთხვევები ან შემოტანილი საზღვარგარეთიდან საქართველოში რეგისტრირდება პერიოდულად. ეს არიან ადამიანები, რომლებიც როგორც წესი ჩამოდიან ხოლმე დინგეს, ასე ვთქვათ, გავრცელების ზონებიდან და ჩვენ ასეთი რამ აღწერილი გვაქვს, ისე რომ ეს უცხო შემთხვევა საქართველოსთვის არ არის. თვითონ დინგეს მიმდინარეობას ახასიათებს, ასე ვთქვათ, ფაზობრიობა, რომლის მიხედვითაც ამ დაავადებას იქ სადაც არის ენდემური ქვეყანა, ხანდახან ადამიანები დინგეს გადაიტანენ ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე. ეს ინდოეთის შემთხვევა, რომელზედაც ახლა აჟიოტაჟი ატყდა, სწორედ სავარაუდოდ არის ისეთი შემთხვევა, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ უკვე გადატანილი ჰქონდა დინგე და ეს არის მისთვის მეორე შემთხვევა, სულ ცოტა მეორე, შეიძლება მეტიც, როდესაც მას დინგე დაემართა. შემთხვევა იყო დინგეს ცხელება, არ ქონია არანაირი ჰემორაგიის ნიშანი, დამთავრდა სრული გაჯანსაღებით. თვითონ აი ამ დაავადების მიმდინარეობაში, მაშინ როდესაც მოხდა ადამიანის ტესტირება, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებდა. შესაბამისად, ამისგან გავრცელების შანსი იყო მინიმალური, ყოველ შემთხვევაში თუ არა ნულოვანი. ჩვენ რა ტესტებიც გავაკეთებთ, ის სწორედ ამ ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანს ოდესღაც ცხოვრებაში ჰქონდა ერთხელ გადატანილი დინგე და ეს მისთვის იყო ალბათ განმეორებითი შემთხვევა. ახლა კი იმის შესახებ თუ ზოგადად რას წარმოადგენს თავად დაავადება. დინგე ინფექციური ტრანსმისიული დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს. დინგეს კლასიკური ცხელება და დინგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გადამტანი კოღო აედეს ეჯიპტია. ინფექციის წყაროს კი დაავადებული ადამიანი წარმოადგენს. დინგე არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს აფეთქებების სახით გავრცელება. ზოგიერთი ქვეყნებისთვის არის ენდემური. საბედნიეროდ საქართველოსთვის დინგე ჯერჯერობით რჩება ეგზოტიკურ დაავადებად, რეგისტრირდება მხოლოდ შემოტანილი შემთხვევების სახით და გატარებული ღონისძიებები, რაც ტარდება ხოლმე დინგეს შემთხვევის ირგვლივ, რიგი მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც ამ შემთხვევის გარემოს ახასიათებს, გვაძლევს გარანტიას იმისას, რომ დაავადება არ უნდა გაგვივრცელდეს. აჟიოტაჟის ატეხვა იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდება ეს დაავადება, მე ვთვლი, რომ არის ნაადრევი და არა მტკიცებულებაზე დაყრდნობილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავატარეთ გამოვლენილი შემთხვევის ირგვლივ სრული კვლევა, ჯერ ერთი ამ შემთხვევასთან ერთად მოთავსებული სხვა დანარჩენი 3 პაციენტიც იყო ტესტირებული დინგეზე და აღმოჩნდა, რომ იმათ არ აქვთ დინგეს ვირუსი, ანუ აქ მხოლოდ ერთ პაციენტზე იყო საუბარი და არა მეტზე. მეორეც ეგერთი ჩატარდა იმ ტერიტორიის, სადაც იმყოფებოდა ეს ადამიანი, სადეზინსექციო დამუშავება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ იმ ტერიტორიაზე არ ცირკულირებდა ის კოღო, რომელსაც შეეძლო დაავადება გადაეტანა. შესაბამისად, შეფასება რისკის, როდესაც გავაკეთეთ ამ შემთხვევას, გვიჩვენებს, რომ რისკი არის მინიმალური. საგანგაშოს მე აქ ვერაფერს ხედავ. დინგეს ვირუსის გადამტანი კოღო აედეს ეჯიპტია, რომელიც საქართველოში სხვა გადამტანებთან შედარებით ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული. აედეს ეჯიპტი ჯერ ერთი არ არის ძალიან გავრცელებული. თქვა ჩვენთან ანოფელესები ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე აედეს ეჯიპტე. იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ორივე მათგანია გამოვლენილი, პრევალირებს ყოველთვის ანოფელესი, ანუ ბევრი არ არის ეს კოღო. მეორეც ეგერთი ამას ემატება ის ღონისძიებები, რაც ჩატარდა დასავლეთ საქართველოში აი ამ გადამტანებთან ბრძოლის თვალსაზრისით შავი ზღვისპირა ზონაში, იქ სადაც იყო ეს აედეს ეჯიპტები გამოვლენილი.
და ანუ ის ტერიტორია ისედაც დამუშავებული იყო ამ გადამტანების წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანია ალბათ ის ფაქტი, რომ თვითონ ამ აედეს ეჯიპტე არ არის მხოლოდ დინგეს გადამტანი, მას შეუძლია გადაიტანოს ზიკა, შეუძლია გადაიტანოს ჩიკუნგუნია, რაც დადასტურებულია და არსებობს. რეალურად არანაირი შანსი, რომ ჩვენ ტერიტორიაზე არ შემოგვივა ვინმე ადამიანი, ვისაც არ იქნება ინფიცირებული ზიკათი, ამის გამორიცხვა შეუძლებელია. ღონისძიებები ტერიტორიის დამუშავებით ჩატარებულია, აქ არის სიფრთხილე გვმართებს არა როგორც მარტო დინგეს, არამედ გადამტანების მიმართ, რომელსაც შეიძლება სხვა რაღაცები გადაგვიტანონ და მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, გატარებულია ეს ღონისძიება, რომ გადამტანის მიმართ დამუშავებულია ტერიტორია, მერე არის უკვე თვითმოფრთხილების, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, რაც გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ ადამიანები უნდა ეცადონ, არ დააჭაობონ თავისი საცხოვრებელი ადგილი და არ შეუქმნან ხელოვნურად გამრავლების საშუალება გადამტანებს, ეს იქნება ანოფელესები თუ იქნება აედესები და ასე შემდეგ, ან სხვა რომელიმე ტიპის წერები.